აი ჩვენი სკოლა, სულის აღმავლობის კიბე, რომელმაც ბავშვის სულიერ გზაზე უნდა აიყვანოს. მაღალი, თეთრი შენობა გულზვიადად ამაყად გამოიყურება. ცა ლურჯია და კამკამა, ნაძვნარი ირხევა ეზოში. სკოლის წკრიალა ზარმა და თქვენმა სუფთა სპეტაკმა თვალებმა კიდევ ერთი ახალი სასწავლო წლის დაწყება მახარა და შემახსენა, რომ თქვენი სული 64-ს იტევს. სწორედ ამიტომ ისე უნდა გასწავლოთ, რომ მახსოვდეს მშვენიერება, რადგან იგი დედაა ყოველივესი. უნდა გასწავლოთ სადად და უბრალოდ, ისე რომ მთავარი არ გამეფანტოს. უნდა გაგრძნობინოთ, რომ გულანთებული ლამპარი ვარ, რომ მთელი სულითა და გულით მიყვარხართ, რომ თითეული თქვენგანისთვის ვარ თავშესაფარი, მსრუნველი, სანდო, საიმედო, ემპათიური ადამიანი, მესაიდუმლე, მეგობარი და დამცველი, რადგან მე თქვენი პირველი მასწავლებელი ვარ შუქი, რომელიც გეხმარებით გაიკვალოთ გზა, გაირკვეთ ცხოვრების სირთულეებში. საკუთარ თავთან მიგიყვანოთ და გაკვეთილის გარდა ისიც გკითხოთ, რა გიყვართ, რა გიხარიათ, რას გრძნობთ, რა ხდება თქვენ სულში. მერე ჩემეული შტრიხი უნდა მოვხაზო, ისე რომ ამაღლდეთ საკუთარ თავში. უნდა გაგრძნობინოთ, რომ თითოეული თქვენგანი არის მოვლენა, რომელსაც აქვს საკუთარი მისია ამ ქვეყნად, რომ თითოეულ თქვენგანს აქვს თავისი გზა და ბილიკი. სანამ ამ ბილიკზე დადგებით, ბევრი წინააღმდეგობა შეგხვდებათ. ამიტომ უნდა დაგარწმუნოთ, რომ უსაზღვროა თქვენი შესაძლებლობები და ერთად ვიპოვოთ გზა ამ უსაზღვრობის წარმოსაჩენად. უნდა დაგარწმუნოთ, რომ შიში არ არსებობს და შეცდომების დაშვება არ არის ტრაგედია. რომ თუ გეტირებათ, უნდა იტიროთ და ცრემლის სირცხვილი არაა. რომ თუ კი სამართლიანნი იქნებით, თქვენს ნებისმიერ საქციელს გავამართლებ, მხარს დაგიჭერთ, გულში ჩაგიკრავთ და დაგაიმედებთ. იმედი უნდა გასწავლოთ, იმედის გულით ტარება, იმედის არ დაკარგვა. ერთგულებაც მინდა გასწავლოთ, ადამიანის, საქმის ერთგულება, ადამიანების რწმენა უნდა გასწავლოთ. მაგრამ არც იმის თქმა უნდა დამავიწყდეს, რომ ყველა ადამიანი კეთილი არ არის და დაგაფიქროთ ამაზე. აუცილებლად უნდა გასწავლოთ, რომ სხვისი ცხოვრება, სხვისი შეცდომები თქვენი გასარჩევი არ არის და ნუ განსჯით, ნუ განიკითხავთ. უნდა გასწავლოთ, რომ არც თქვენ ხართ დაზღვეული რამენაირი შეცდომისგან. სიმამაცე უნდა გასწავლოთ, სიმართლის თქმის სიმამაცე. უნდა გასწავლოთ, რომ ხმოვნების გარეშე ვერ ვიმღერებთ, რომ ზე ერთადერთია და არ იმარცვლება, რომ დღეს მზის შუქი გვინათებს და არც დღე იმარცვლება. უნდა გასწავლოთ, რომ არ არის აუცილებელი ყველა გიყვარდეს, მაგრამ აუცილებელია პატივისცეთ ნებისმიერი საზრს. ისეთი ზღაპრების წერა უნდა გასწავლოთ, რომლის ბოლოც ყოველთვის კეთილი არ არის. ლექსის ისე წაკითხვა უნდა გასწავლოთ, რომ თვალები დახუჭოთ და ცხადად დაინახოთ წაკითხული. სანამ გაიზრდებით და ქვეყანას ნახავთ, უნდა გასწავლოთ, როგორ დახუჭოთ თვალები და გაფრინდეთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. გაიცნოთ თქვენ ხელა გოგო ბიჭები, ნახოთ როგორ ცხოვრობენ, როგორ სწავლობენ, როგორ თამაშობენ, როგორ იძიებენ, უფროსებს როგორ ეკონტაქტებიან. ჯადოსნურ, გულწრფელ სიხარულს უნდა გაზიაროთ, თამამი ოცნებებით, რომელიც აუცილებლად აგიხდებათ. ჩვენ ხომ ზღაპრების გვჯერა, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების გვჯერა. გვჯერა სიყვარულის, სიკეთის, სამართლიანობის, თანაგრძნობის, გულუხვობის, სიმამაცის გამარჯვების.
გჯერა, რომ ეს არის ყველაზე მთავარი განძი, რომელიც შეგვიძლია ერთმანეთს გადავსცეთ. და უნდა გასწავლოთ, როგორ უნდა გამონახო ამ უცოტავეს 24 საათში რამდენიმე წუთი ადამიანებთან საურთიერთოდ, მოსაკითხად, მოსაფერებლად. დედის დაფასება უნდა გასწავლო, რადგან დედის სიყვარულზე წმინდა და უანგარო ამ ქვეყნად არაფერია და უნდა გაგრძნობინოთ, დედა მარტო დედა არაა. ყველაფერია, რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს, რასაც სიცოცხლე ჰქვია, რასაც სული უდგას და მსეუ ღიმის. ღიმილი უნდა გასწავლოთ, გაღიმების უნარი, ნამდვილი გაღიმების. მხოლოდ ტუჩებით კი არა, თვალებით, გულით გაღიმება მინდა გასწავლოთ, რადგან სამყაროში ყველაფერი კავშირშია ყველაფერთან. ყველაფერს აქვს გავლენა ყველაფერზე, თუმცა ყველაფერი, რაც ჩვენ წინა და ყველაფერი, რაც ჩვენ უკანა, არაფერია იმასთან შედარებით, რაც ჩვენშია. ჩვენში კიბია სულის აღმავლობისა.